საზოგადოება ქართული განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია იმ საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობაზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ დააანონსა. ახალი საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტაბილურობისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვისაც. საზოგადოება ქართული მიესალმება პარლამენტის ინიციატივას ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც არის არა მხოლოდ ქართული ხალხის უმრავლესობის დაკვეთა, არამედ გადაუდებელი სახელმწიფო აუცილებლობას. ეს კანონები გარკვეულად აჯამებს ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების განვლილ ეტაპს და არის დასავლეთთან თუ მეზობლებთან ურთიერთობაში გულუბრყვილობის პოლიტიკიდან პრაგმატიზმზე გადასვლის ლოგიკური შედეგი. დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე რადიკალურად პოლარიზებულია, რადგან გარედან მართული ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო სექტორი ქართულ სახელმწიფოს მუდმივ რყევაში ამყოფებს, ხოლო საზოგადოებას დესტრუქციასა და სტრესის ატმოსფეროში, პირობებში, როცა დიალოგს ანაცვლებს სხვისი აზრის მიუღებლობა, სიყვარულ სიძულვილი, ერთიანობას ვიწრო პარტიული მიდგომები, ქვეყნის ინტერესებს კი deep state-ის დირექტივები. დასავლური ბიუროკრატია წლებია გვამონათებს რადიკალური პოლარიზაციისთვის, არადა თვითონ არის საქართველოში დაპირისპირების მთავარი ინიციატორი და სპონსორი. ეს ფარისევლობა გააშიშლა რუსეთ-უკრაინის ომმა და აჩვენა, რომ მათი მხარდაჭერისა და თანადგომის უკან მდგარა ბანალური გეოპოლიტიკური ინტერესი. საჭირო დროს მსხვერპლად შევწიროდით გლობალური ომის პარტიის ინტერესებს და ჩავთვლილიყავით მარცხისთვის განწირულ ომში, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. ამაზე პირველმა საჯარო საუბარი ხალხის ძალამ დაიწყო. შემდეგ კი ქართულმა ოცნებამ ღია გახადა deep state-ის გეგმები და მცდელობები საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად. საქართველოსადმი დასავლეთის გარკვეული წრეების ორმაგი სტანდარტი არ ახალია. ძვიად გამსახურდია ეროვნული ხელისუფლების იარაღით დამხობა, სწორედ მათი დასტურით მოხდა, რადგან მაშინ ისინი რუსეთთან გარიგდნენ. ამავე მოტივით და კონტექსტში მოხდა ედუარდ შევარდნაძის ახალგაზრდა სააკაშვილით ჩანაცვლება. მთელ ამ პერსპექტივაში კი deep state-ის ძირითადი სამიზნე იყო ქართული საზოგადოება, რომელიც წარმოადგენდა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამხმოვანებელს და დამცველს. მილიონობით გრანტი მოხმარდა იმას, რომ მომხდარიყო ქართული საზოგადოების ჩარეცვა, სააკაშვილის სლოგანი და მისი ჩანაცვლება ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოებით, იგივე არასამთავრობო სექტორით, რომელიც გარედან ფინანსდებოდა და იმართებოდა. ასე მოგვევლინა მსუყედ დაფინანსებული ენჯეოკრატია ტროას ცხენად ეროვნულ სხეულზე. გარედან მართული აგენტურის საქმიანობის შედეგი კი სახეზია ეროვნული ინტერესების იგნორირება და ნეოლიბერალური ვოუკისტური რადიკალურად მემარცხენე იდეოლოგიების გენდერული თუ სხვა არაჯანსაღი თეორიების პროპაგანდა. ქართული ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა, ოჯახურ ღირებულებებთან ომი, ტრადიციული ფასეულობების ფეხქვეშ გათელვა, ეს არის ნეოლიბერალური დასავლური ბიუროკრატიის მიერ თავსმოხვეული რადიკალური დოქტრინა, რომელიც საზოგადოების დაპირისპირებით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, ფეიკებით, განსხვავებული აზრისა და თავისუფალი ნების დევნით, ყოველივე არატრენდულისადმი სიძულვილით და საზოგადოების ბულინგით. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ნეოლიბერალური ინტერნაციონალის მავნე იდეოლოგიისგან თავის დაღწევას ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციაც ცდილობს. ახლახან მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი ვენსმა ამხილა deep state და ლიბერალური ფაშიზმი. ევროპის ლიდერები კი ევროპული ღირებულებების ღალატში დაადანაშაულა. მათ შორის იმაში, რომ არ მიაჩნიათ ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის სუვერენული ნება და შიდა არჩევნებში ჩარევებით და შედეგების გაუქმებით ამაყობენ კიდეც. ანუ ევროპელი ლიდერები დაადანაშაულეს იმაში, რის მიღწევასაც საქართველოში ცდილობენ 2024 წლის 26 ოქტომბრიდან მოყოლებული ქართული ხალხის ნების იგნორირებას, პოლარიზაციის უკიდურესად გაღვივებას და რადიკალური სცენარების დამუშავებით საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების შეცვლის მცდელობას. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული და საპარლამენტო კონსტრუქციული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანონების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური სტაბილურობისთვის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვის. ეს არის ისტორიული შანსი იმისთვის, რომ მომდევნო წლებში საქართველო მშვიდად იცხოვროს და ქვეყანას მუდმივად არ ემუქრებოდეს გეოპოლიტიკურ თამაშებში ზვარაკის როლი. საკანონმდებლო ინიციატივებში უნიშნულოვანესია ამერიკული კანონის ფარას ქართული ასლის მიღება. თავად ამერიკელი კანონმდებლების განმარტებით ფარას მიზანია უცხოური მთავრობების უკანონო მცდელობების აღკვეთა. გავლენა მოახდინონ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, კანონმდებლობაზე, დემოკრატიულ პროცესებზე და საზოგადოებრივ აზრზე. ეს ყველაფერი ზუსტად ემთხვევა საქართველოში შექმნილ სიტუაციას, თუმცა აქ სიტუაცია უფრო რთულადაა. deep state-ი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული მარიონეტებით მხოლოდ დემოკრატიას და საზოგადოებრივ აზრს კი არ უტევს, არამედ მშვიდობასაც. ფარას ქართული ასლის დამტკიცება შეზღუდავს პოლიტიკურ ექსტრემიზმს, ანუ უცხოური ფულით დესტაბილიზაციის გამოწვევისა და კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობებს. პოლიტიკური ექსტრემიზმისთვის საზღვარგარეთული დაფინანსებების გადაკეტვით კი გამოირიცხება სახელმწიფოსთვის მთავარი საფრთხე, ქვეყნის სათავეში
გარეთ ძალების მიერ მართული მარიონეტების მოსვლა და უცხოური დირექტივების ბრმად შესრულება მათ შორის ომში ჩართვა. უცხოეთიდან მართული პოლიტიკური ექსტრემიზმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი რადიკალურ ოპოზიციასა და ეგრეთ წოდებულ არასამთავრობოებთან ერთად არის გარედან დაფინანსებული მედიის ნაწილი. ფაქტების მაგივრად პატრონების მიერ წინასწარ შეკვეთილი ახმები, სიმართლის მაგივრად ალტერნატიული რეალობა, სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა, ტრაგედიებზე პოლიტიკური კონტექსტის მიბმის, ამაზრზენი მცდელობა, ცილის წამება, სიძულვილის ენა, მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს ქართული მედიის ნაწილის საინფორმაციო პოლიტიკა. შესაბამისად, არათუ აუცილებელი, არამედ დაგვიანებულიც კი კიდევ ერთი ინიციატივა მედიის შესახებ ბრიტანული კანონის ქართული ანალოგის დამტკიცება. ამ კანონის მუშაობის თვალსაჩინო მაგალითია BBC, რომელზეც სწორებას აკეთებს მსოფლიოს ნებისმიერი თავმოყარე მედია საშუალება. ამით გარანტირებული იქნება ერთის მხრივ სიტყვის თავისუფლება და მეორე მხრივ დაცული იქნება საზოგადოების უფლება მიიღოს რეალური ინფორმაცია და არა დეზინფორმაცია. თავი დაიცვას ცილის წამებისგან და ხელოვნური პოლარიზაციისგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტური ეთიკის დამკვიდრება და ბრიტანული სტანდარტებით რეგულირება თავად ზემოხსენებული მედიის ნაწილისთვის იქნება შანსი ჟურნალისტი გააკეთონ და არ იყონ პოლიტიკური იარაღი რადიკალური ძალების ხელში. ასევე დროულად მიგვაჩნია სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წელს გააუქმა. როდესაც საქართველოს მოქალაქე შეგნებულად სწირავს საკუთარ ქვეყანას გრევა განადგურებისთვის, ათასობით თანამემამულეს კი სიკვდილისთვის, ეს სამშობლოს ღალატია. მნიშვნელობა არ აქვს ამას რომელიმე ოპოზიციური პარტიისა, თუ ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ოფისიდან აკეთებს, თუ მაინც და მაინც მტრის ჯარ შემოუწყება. ამას ჭირდება შესაბამისი იურიდიული ფორმულირება, შესაბამისი სანქცია და სახელის დარქვევა. ასეთი ადამიანები არიან უცხო ქვეყნის აგენტები, ანუ მოღალატეები და მათი მხილებისა და ალაგვის გარეშე ქვეყანა სტაბილურობა არ ეღირსება. ჩვენთვის ასევე მისაღებია კანონებიდან იმ პუნქტების ამოღებაც, რომლებიც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების სავალდებულო მონაწილეობას ეხება. არასამთავრობოების ფუნქცია არაა სპონსორების, გარე პოლიტიკური ინტერესების ლობირება, არამედ საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის კეთებაა. ჩნდება შანსი, რომ ნამდვილმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა რეალურად აკეთონ ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე და ამისთვის მიიღონ არაუცხოური ფული საეჭვო მიზნებისთვის, არამედ ქართული გრანტები. ძალიან კარგია, რომ შესაბამის კანონპროექტს გრანტების შესახებ პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. საგანონმდებლო ცვლილებები საბოლოო ჯამში სახელმწიფოს გრძელვადიან სტაბილურობას და განვითარებას მოუდანს. მით უფრო პირობებში, როცა Deep State საქართველოს დღემდე ბრძოლის ველად განიხილავს. მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის ახალ კურსთან დაპირისპირების კონტექსტში, რომელიც სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობას, სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ტრადიციული ღირებულებების დაცვას უჭერს მხარს. ამ თვალსაზრისით ახალი კანონები შეიცავს რეალურ ბერკეტებს ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის და გარედან თავსმოხვეული პოლარიზაციისა თუ ძალადობრივ რევოლუციური სცენარების დასრულებისთვის.